კინგსელებო, გილოცავთ ინგლისური ენის ოლიმპიადის პირველი ტურის წარმატებით გადალახვას და გთავაზობთ მეორე ტურის ტესტების მიმოხილვას. განვიხილოთ მე-6 კლასი. მე-6 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 6 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან. პირველ დავალებაში მოცემულია წინადადებები დამოტოვებული ადგილებით. Choose the best word to fill in spaces. I haven't eaten anything. I am A. happy, B. sad, C. hungry. ეს დავალება 20 ქულიანია და მასში 10 საკითხია. მეორე სავარჯიშოში კინგსელმა უნდა გამოიცნოს სიტყვის მნიშვნელობა პირობაში მოცემული განმარტების მიხედვით. Get the meaning of the word according to the description. Ratty helps take care of patients in a hospital. He is A. nurse, B. cashier, C. driver. სავარჯიშო 5 საკითხისგან შედგება და 15 ქულიანია. მესამე დავალება წინადადების აწყობას ეხება. მონაწილეებს ერთმანეთთან უნდა შეაერთოს წინადადების დასაწყისი და დასასრული. Match the beginnings of the sentences with the endings. She won't pass the exam. A. After I finish my exams. B. As soon as he got home. C. Only she comes to lessons every day. ეს სავარჯიშო 10 ქულიანია და 5 საკითხისგან შედგება. მეოთხე დავალება სიტყვის ანტონიმის პოვნას გულისხმობს. Find the correct antonym. მაგალითად მოცემულია love, A. villainy, B. hatred, C. compulsion. ეს 15 ქულიანი სავარჯიშოა და მასში 5 საკითხია. მეხუთე დავალება სწორი წინდებულის შერჩევას ეხება. Put in the correct preposition. Put your coat, it is cold outside. A. on, B. by, C. at. ეს სავარჯიშო 5 საკითხისგან შედგება და 10 ქულიანია. მე-6 დავალებაში კინგსელმა ზოგ საკითხში წინადადებები უნდა შეავსოს, სხვა საკითხებში კი აირჩიოს მართებულად დაწერილი წინადადება. Choose the correct answer. Tom has a broken leg. I visit every day. A. he, B. him, C. her. ეს 30 ქულიანი დავალებაა და მასში 10 საკითხია. რაც შეეხება ბონუს დავალებას, ის 5 საკითხისგან შედგება და 15 ქულიანია. ბონუს სავარჯიშო მარტწერას ეხება. Choose the correctly spelled word A, B or C. კინგსი წარმატებას გისურვებთ.